გამარჯობა მეგობრებო, რადგან ხედავთ ესე იგი მოგზაურობის დროა, დიახ ეს მოგზაურის ნამბობია და ჩვენ ვიწყებთ. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მოგზაური ყავს, ამჯერად მართლა მოგზაური, ოღონდ სანამ მას წარვადგენ, მანამდე შეგახსენებთ გამოგვიწეროთ, სადაც გვიპოვეთ, მინიშნებები აქვია, მადლობა წინასწარ. ეხლა კი ნამდვილად მოგზაური გურამ შეროზია, ჩვენი სტუმარი, მადლობა გურამ, რომ მოიცალე და მოხვედი, იმიტომ რომ ვაღიარებ მართლაც რთულად დასაჭერი კაცი ხარ ამ ქვეყანაში. ესე გამოვიდა, მოგესალმებით მესალმებით მაყურებელს. ხო, ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ტურისტული სეზონი მაქვს ბუნებრივია და ძალიან აქტიურად ვარ ხოლმე ამ მიმართულებით ფაქტობრივად, ჩემი მუშაობაც მოგზაურობაა და მე რო დავიღლებით ჩემი დასვენებას მოგზაურობა ალბათ მართლა. და შესაბამისად ხო საქართველოში ახლა ჩამორბენით ვარ 10 დღით და მე ისე მივდივარ. ასე რომ ეს წუწუნის არ თქვას, ძალიან მიხარია რომ 100-ია და წარმატებები ყველგან რომელ ქვეყანაშიც არ მოდიდებულად რომ რაღაც არ ეკონოს ინვესტ თქო რომ რაღაცა უბრალოდ არ ვიყავი საქართველოში. ხო და მოკლედ გადაცემა თემატურია გაგვიზიარე შენი გამოცდილება, შენი ფავორიტი ქვეყნები. მე რასაც ახლა თვალს ვადევნებ ხოლმე შენ გვერდებს რაღაცა თითქოს ლიდერობს შეიძლება მე მეჩვენება ან მე შემხვდა ისეთ აზიის ქვეყნები თითქოს რაღაც ძალიან სულ ეგზოტიკური კუნძულებიდან დებ ხოლმე საინტერესო ფოტოებს და ვიდეოებს და აბა ყავს ფავორიტი ქვეყანა. ორი მიზეზია მაგის, ერთი ის რომ ტურისტული ვარ, მე თვითონ დავაკეთებ ჯგუფურ ტურებს, ძირითადად ჯგუფურ ტურებს, სადაც ადამიანები შემომიერთდებიან, ვისაც თქვა, მეგობარს არ ცალია, ცოლს ან ქმარს არ ცალია, ან ვიღაცებში ვერ დამთხვენ გემოვნებაში და ესე 20 კაცი ვიკრიბებით ერთად 25 და მე გზაში მეგობრდებით ერთად გვეგმავთ, უფრო იაფია, უფრო მხიარულია, უფრო მრავალფეროვანია. ხო და ევროპასთან დაკავშირებით მგონია რომ თავისთაც დაგეგმავენ, ეხლა რა უნდა შევავიზი არის საიტზე, იყიდის ბილეთს ან სადღაც და ჩავა და უსაფრთხოც და ყველაფერი. მე საჭირო ვარ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, იმიტომ რომ უნდა აღმოაჩინო ესეთი რაღაცები, უსაფრთხოებასაც უნდა მიაქციო ყურადღება, ზოგან ვიზა გინდა და სავიზო პროცედურებს სხვა რო გიგეგმავს გაცილებით კომფორტულია, ჯგუფურად რო იღებ შიდა ტურებს გაცილებით იაფია და ბევრი თანხის გადანაწილება. ეხლა ევროპა რო 500 ლარი ღირს ფრენა შეხვალ იყიდი, 500 ლარი შეიძლება ყველას კონდეს. მაგრამ აზიის ტური რომელიც 3000 ღირს და 3500 ღირს ერთიანად შეიძლება არ კონდეს ვიღაცას. ამიტომ ჩამერიწყავს 500 ლარს, მე განმოდებით იხდის და ძალიან კომფორტულია, მაგიტომ ვაწვევი სულ აზიას, ლათინურ ამერიკას და ვამსხვრევ სტერეოტიპებს, რომ იქ რაღაც ობობებია თუ გველები არანაირ გველები არ არის, ძალიან საფრთხე და კარგია. ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ტურისტი ისვენებს, იქ არ იქნებოდა სადღაც ახლა სადღაც ახლა საქართველოში თუ წახვიდე, სადღაც ტყეღრეში ახაც იპოვე. კი, რა თქმა უნდა. ქვეწარმავლეთ. მეც როცა ცხელა. ხო. კარგია, გასაგებია. ნუ კონკრეტულად ქვეყანას გამოვარჩა, როგორც აი ტიპაჟიდან გამომდინარეა ხოლმე, აი მაგალითად რომელი უფრო შენ, მოდი ასე დავარქვათ, ხო, შენ. ჩემ გემოვნებაში ძალიან ჯდება ზანზიბარი, ტანზანია და რაღაცა 1-5 წელი უყვიროდი რომ წამოდი ტანზანიაში და ძლივს იკრიბებოდა ჯგუფები და რაღაც მიწერენ რაღაც ზიმბაბვეში რა გვინდა, იქ წყალია რა. ხო, აი რაღაცა რა გავაკეთო იქ. ხო და მე როგორც იქნა უკვე ბევრი ხალხი წავიდა, ბევრი ბლოგერი წავიდა, ბევრი ინფლუენსერი წავიდა და გაიგო ხალხმა რომ აი ეს არის რაღაცა მალდივების პლუს სეიშელების და ყველაზე მაგარი ლოკაციები რაც კი შეიძლება იყოს იმათი მიქსი. თან ფრედი მერკური დაიბადა დედაქალაქში, ანუ სტოუნ ტაუნში, პლუს იქედანვე შეგიძლია ზღვას მოწყდე და უცებ გადაფრინდე ველურ ბუნებაში და რაღაცა ჟირაფები, ზებრები, ლომები და ყველა რაღაც ერთ სივრცეში იხილო, ძალიან ეგზოტიკური და მრავალფეროვანია და ჩემი ესეთი კრედოა რომ წავიდე მხოლოდ იქ, რომელიც მე ვიცი კარგად და რომელიც მე ძალიან მიყვარს. მე თვითონ უბოდიალობ ეხლა და რაღაცას ვეძებ და არ ვიცი, სხვას მე თუმეტეს რომ ნახე. ამიტომ ჯერ მე ჩავდივარ, შევისწავლი და რა ლოკაცია ძალიან მიყვარს, მაგალითად ზანზიბარი, მაგალითად ბალი, მაგალითად ვიეტნამი, მაგალითად რიო დე ჟანეირო და ნუ ზოგადად ბრაზილია და არგენტინა და არ დავდივარ იქ პირიქით, სადაც არ ვთვლი საინტერესოდ, მაგალითად მალდივები. დაწიკი შეზლონგზე და მიიღე მე არ შეჭირდები, პატრიოტი ჩამედალია. ანუ ეგეთ ადგილებში თქო ეგვიპტეში თუნდაც არ ვთვლი საჭიროდ ჩემ თავს და ამიტომ ტურებს არ ვაკეთებ. სამზარეულო სამყარო როგორ იყო მაგ ქვეყანაში? სამზარეულო იდეაში ძალიან გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს ჭამასმა. ხო და ჰეითერები ყოველთვის იმჩნევა ხოლმე როგორც კი ცოტა გავიზრდები, გავსწიდები, აი მოიმატე ხო, აი ხიფი დაგედო და ასე შემდეგ, კი დამედო გავაქრობ როცა მინდა. თავარი ბედნიერად და ჩანს რაღაც ცხოვრობ. ჩანსალკვებაზე ვარ სადღაც 60-70%-ით, შესაბამისად ყველაფერს უკვე ვეღარ სინჯავ. მაგრამ ძალიან მიყვარს ხოლმე აი რაღაცა იქაური, კარგი, ხარისხიანი კერძების გასინჯვა მაინც. შესაბამისად ყველაზე ჩემი საყვარელი სამზარეულოა ქართული პატრიოტიზმი არ ლაპარაკებს, მართლა ძალიან მეგემრიელება და განსაკუთრებით მეგრული.
მეგროლი მე აჭარული და მე მთელი საქართველოს მთლიანად პრინციპში ძალიან მიყვარს ინდური, ბევრი ჰეითერი ყავს ინდურ სამზარეულოს, მაგრამ ხა თუ ქუჩაში შეჭამ street food და მოიწამლები ბუნებრივია ცუდია. მაგრამ ეგ ალბათ მოწამასულია რაღაცა მძაფრის სანელებლების გამო და სტერეოტიპულად გონია. ყოველდღე არ უნდა ჭამა, იმიტომ რომ ქუჩზე დაგერხება, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ცხარეა, მაგრამ ხა მე სიცხარით ვერ გამაუცებს ამბილოს ცხარეა. თუმცა ცხარებს აღარ ჭამ ხოლმე, იმიტომ რომ არ არის სასარგებლო. შესაბამისად, ანუ სანელებლები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი და ძალიან მომწონს. პლუს არის რომ ძალიან დიდი და მრავალფეროვანი სამზარეულო რეგიონების მიხედვითაც კი შეიძლება განსხვავდებოდეს. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო, ძალიან მიყვარს მექსიკური. მექსიკურში ძალიან დიდი ასორტიმენტი არ მაქვს ფავორიტი კერძების, მაგრამ რაც მაქვს ისინი ძალიან გემრიელია და ძალიან მიყვარს Middle East-ის კერძოდ უფრო ლიბანური სამზარეულო. ლიბანური სამზარეულო მე ვერაფერს გეტყვი ასე რომ გენდობი. აი ეგზოტიკური ხილე ძალიან მრავალფეროვნებით გამორჩევა ახლა მან კუნძულებზე და თუ აღმოგიჩენია რაიმე რაღაცა სიახლე ხშირად ახლა როგორც გადაცემებს ვნახულობ ხოლმე ტურისტულ უცხოურ არხებზეც ხედავ ხოლმე მაინტერესებს და აი თითქოს რაღაცა სხვადასხვა ჩვენთვის ნაცნობი ხილების მიქსია ხოლმე ისეთ რაღაცა უცნაური ეს შენით ხო არ აღმოგიჩენია რაიმე ჩემით აღმოჩენა ჩემით ახლა ვერიდები აღმოჩენს ახლა ისეთი არ ჩავიგდო პირში რომ არა მე გულისხმობ ახლა ბაზარში შეხვედა შემოგთავაზეს და ამ აღმოჩენას თორე არ ხსოვდი არა შერჩავ და ეგრე ძირთად ეგრე აღმოაჩენე იმიტომ რომ ახლა არ გაირისკება არ შეიჭმება ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კერძი კერძი კი არა ხილი რომელიც ძალიან მესაყვარლება არის დურიანი შეიძლება გაგიგია ეს არის აკოთებული ძალიან საშინელი სუნის მქონე ყვითელი ხილი იმდენად რამდენადაც თვითფრინავში წერია ხოლმე დურიანის გადატანა აკრძალული ამიტომ ძალიან ცუდი სუნია რაღაც სიდამპლის და რაღაცა აი ძალიან ცუდი სუნია და შოკი იყო ჩვენ ბავშვობაში ეს წაბეჭირეზინიან რომ დაიწყებდი ხეჭვას ძალიან საშინელი გემოქონდა და ცოტას თუ გაუძლებდი რამდენი წამი მე ტკბებოდა და ძალიან გემრიელი ხდებოდა ესეა დურიანი ანუ სუნმა თუ არ გადაწონა გემოაკ ძალიან გემრიელი მწიფე რაღაცა ტკბილი ხილის და ყოველთვის აზიაში თუ ჩავდივარ თქვა მალაიზიაში ეხა მაგტური მალაიზიაში ხოთი შორის და იმის განყოფილი ნაწილი ხება დურიანის გასინჯვა ესე ყველა სხდებით ყველას არ ვეუბნებით ახლობით როგორი ხილია და ყველა სინჯავს და რეაქციებს ვიღებ და ძალიან საინტერესო და სახალისო ვიდეოები გამოდის და ასე როგორ არის აი კონკრეტულ ქვეყანაში არის კონკრეტული ხილი მაგალითად ეხა ტუნისში რო ვიყავით ფინიკი იყო იქაური საფირმო და ძალიან გემრიელ მრავალნაირად ამზადებდნენ კურკასაცილიდან შეგით რაღაც ნიგოს და თაფლს და რაღაცებს დებდნენ და იყო უგემრიელი ანუ იგივე ხილი შეიძლება იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგრამ იმ ქვეყნისთვის იყოს რაღაცა სპეციალურად და სპეციფიკურად ამახასიათებელი გასაგებია მადლობა ეხა სულ რაღაც ანუ კიდევ ერთხელ მადლობისკენ მივიდივარ სულ რაღაც 1 საათით ხარ ჩამოსული და ჩვენ დავითვე ის 1 საათი ხო გასაგებია რა თქმა უნდა ხა ხუნობით ნახევრად ვიცი რომ ბრაზილიაში აპირებ მალე და ამაზეც მინდა რომ მითხრა როგორი ხარ ხო ნამყოფი კი მეოთხედ ბრაზილიაში ვერ გავრისკავდი ვინმე საყვანას ანა მე თვითონ კარგად არ ჩავიცავდი არ შევისწავლეთ ჩავდი მე თვითონ მარტო კარგად შევისწავლე იმიტომ რომ აი მედიას არ უნდა დაუჭირო რა იმიტომ რომ 1000 ბოდვა 1000 სისულელეა ვიღაც რაღაც ნიუსი რო ნახო ჩასული არ ხარ ჩაკხოცავენ ჩვენ მამაყურებელმა ხო აი ჩასული არ ხარ ჩაკხოცავენ მაგალითად ვიღაცის ლოგიკით და რეალურად მეოთხედ მივდივარ და ბოლო სამ ტურში 20 კაცი მახდა მინიმუმ და ერთი ცუდი შემთხვევა წავყავდა. რა თქმა უნდა მინახავს ვიღაცას როგორ გამოგლიჯეს ტელეფონი, მაგრამ ესე თუ გიჭირავს შუაგულში რაღაც iPhone 17 Pro Max-ი და მარტო მიდიხარ და იწვევ ამ ვიღაცა თაღლითებს რომ აგაგლიჯონ ბუნებრივია. ასე რაღაც ზიზილპიპილოები და ბრილიანტები თან უნდა ჩახვიდე და ანუ დაახვიდე ფაველაში, ფაველა იქაური ღარიბების დასახლება, რომელიც არის 900 მთებში შეფენილი და ხა ბუნებრივია. ანუ უნდა იცოდეს სად მიდიხარ, რა უბნებში უნდა იარო, ღამესად გაერთო და არანაირად საშიში არ არის საერთოდ. ევროპა უფრო საშიშია რაღაც დოზით, იმიტომ რომ მეტროში შეიძლება ასევე ჩამოგლიჯონ რაღაცები, ოღონდ ბრაზილიაში გაკმოლოდინი და მზად ხარ და იქ შეიძლება არ ელოდებოდე და მე რაღაცა პრობლემა შეიქმნას. ამიტომ ერთი სული მაქვს, ეს არის ქვეყანა, რომელიც მოლოდინს აჭარბებს, აი ზანზიბარი მაგალითად არ ელოდებიან და ვიეტნამი როგორი მაგარია და შოქში არიან რომ ჩამოდიან. ბრაზილია ყველა ელოდება და ყველა უკვე აქ მაღალი სტანდარტები და მოლოდინი, მაგრამ აი ამ მაღალ მოლოდინსაც მაინც აჭარბებს მაგარია. კი, მე ისეთი სკეპტიკურად განწყობილი ჩავედი რომ მეთქი ფაფსაა თქვა ყველასაც მოწონს ის, ცოტა ესეთი 7 წლის წინ ვიყავი პირველად და ესეთი განწყობილი ვიყავი რა ყველას თუ მოწონს, ეხა მეც ხო ალყვები რაღაცა ესე თქვა მასობრივ მოწონებას. მაგრამ ჩავედი მართლა ძალიან ახტოვანდი შემიყვარდა და
რაღაცა შევფიცეთ ჩემ თავს რომ ორ წელში ერთხელ მაინც ვივლიდით. თან უვიზო გვაქვს ხო ბრაზილიასთან ვიცი რომ ნუ თელ ლათინურ ამერიკასთან მე მგონი უმრავლესობასთან მოვიზო. უბრალოდ ეგ არის რომ პირდაპირ არ არის ხო ფრენა მე მგონი გადაჭირდა. პირდაპირ სად არის რომ რუსეთშია პირდაპირ მაშინია რომ. კი ბატონო მაგრამ რამდენი საათი უნდა უხეშად? ბევრი. აი მაგალითად ახლა ჩვენ მე მაქსიმალურად შევიმოკლე გზა და გერმანიით მივდივარ რომ ცოტა გაიყოს, იმიტომ რომ თუ ყატარით მიდიხარ ან რაღაცა თურქეთით კიდევ უფრო გძელია. და გადაბმული ფრენა გვექნება 12 საათი. 12 საათი. მაგრამ კაი გიგანტური თვითმფრინავის სახლივით, აი 4-4-4-8 კამი, ჩაწვევი, ჭამსვა. მაგრამ გამომდინარე იქიდან მოლოდინებს აჭარბებს ეს ყველაფერი ღირსამართ. ისედაც არ არის ბევრი. 8 საათისიდაც გძინავს და ისეთ კარგად იწევს კამები და იმდენჯერ გაჭმევენ, სასმელს გასმევენ, ვინ სვამს და რავი ძალიან საერთოდ გზნო გზას. დავიძენ გავხუძე ჩავ. ბრაზილია ერთხელ მაინც უნდა ვნახო, იმიტომ რომ ბრაზილიის ძალიან გულშემატკივარი ხა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და თვითონ სტადიონზეც მივდივარ და მთელი ამბები. ყოფილ ხარ რამ სხვა დროს თქვათ რაიმე თამაშს ჩემპიონატის დროს არ ვარ გულშემატკივარი შეიძლება მაგ დროს იყო, მაგრამ მე არ წავედი. ხო, კი ბატონო. ანუ დიდად ჩემი ინტერესი სფერო არ არის. კონცერტი თუ დამემთხარა, რა თქმა უნდა, წავალ, იმიტომ რომ რაღაც ესეთი world class-ის მუსიკოსები ძალიან მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ აი სპორტი განსაკუთრებით ფეხბურთი არ არის. გასაგები. მაგარ დროს მოგიწვია რა სოფლიო ჩემპიონატის დროს ადამიანს რომელსაც ფეხბურთი არ აინტერესებს, მაგრამ მარტა მაგარი საანონსო კი მიმდინარეობს სამ ქვეყანაში ამერიკა, მექსიკა, კანადაში და ახალი დაწყებულია და კიდე ერთი თვე იქნება დაახლოებით. კარგი, გურამ და ეხა საიდან ჩამოხვედი ისიც გითხარი? სტამბოლიდან ჩამოვედი. 33 ადამიანი ვიყავი, ძალიან კარგად მოვიხინეთ სტამბოლიდან უკვე ჩემია რომ გონია რომ ჩემ ოჯახში პატიჟებ ხალხს. შენ ოჯახში შენ ყველაზე კარგად იცი ხო აი რა გაქვს ახლოს, რა არის კარგი, რა რითი უნდა ასიამოვნო ადამიანებს და სტამბოლში თავს გრძნობ მასპინძლა და მართლა იმდენად ვერთობით ხოლმე ამ 4 დღეში იმდენი მაგარი რაღაცა ხდება რომ ჩათვალე რაღაცა 10 დღეა თითქოს განცდა ისეთი რომ 10 დღით. ანუ ფაქტობრივად მასპინძლობ ხო ხალხს რაღაცა ისე გზობ თავს რომ აი რა გამოუტანო რა შესთავაზო. იგივე ლოკაციებზე ხშირია დავდივარ, ხო ხან ვამატებ ხოლმე თუ არის ხალხი ვინც ყველა ლოკაციაზე მახლდა უკვე და იმათთვის ეხა რომ იმათაც არ ვაწყედინო რაღაც ახლებებს ვიგონებ ხოლმე. მაგალითად ტუნისი დავამატე შარშან და ძალიან კარგად სიმართლე რო გითხრა გუშინ ამომიგდო ზუსტად შენი ფოტოები სტამბოლიდან და მე ვთქვი კიდე სტამბოლში ხო არა სტუმრად უნდა მოვიდეს და ცოტა წავინერვიულე ხო კონტენტი გროვდება რომ ეს პოსტლეზე ხო კი და შეიძლება სტამბოლში იყოს თორები თორებით ხან ლექციაზე ყოფილა ხოლმე რომ სტუდენტები წერენ რომ მართლა გიტარდება დღეს ლექცია გუში ღამე დადე იმაში რა ქვია სადღაც არ ვიცი ტაილანდში ხართ და ესე მალე მოხვალთ მეთქი არა აქ ვარ უბრალოდ ძველ კონტენტს რომელიც ვერ ამოვწურებ ასე რომ გურამი თუ იტყვის რომ მოვალ ლექციაზე ის ნამდვილად მოვა და სტორებს ნუ ვენდობით ბოლომდე კი კი სიტყვის კაცი ვარ ავაზეც რომ მქონდეს მეგობართან გასასვლელი და 9 საათზე ვიკრება ზუსტად 9-ზე ვიქნები ადგილზე იმიტომ რომ დროის მიმართ ვარ ძალიან სენსიტიური მარტო საქმიანი დროის არა ნებისმიერი სახის დროის ბრაზილიის ჯგუფი შევსებული აქვს ხო? იანვარში უკვე შევსებული. იანვარში ესე ამდენი ხრი და იმიტომ იაფიღირდა 5700 ლარად მარტო ფრენას ვერ იყიდი უმეტეს შემთხვევაში და ჩვენთან ნელი 10 დღე სასტუმრო 4-შკლავიანი საუზმე ფრენა ბარგი ხელბარგი მიუნხენში გასეირნება ყველაფერი შევიდა. ეხლა ურამ კლიმატზეც გავარკვია იმიტომ რომ ჩვენთან ზაფხულია იქეთ ვიცი რომ რაღაც პირიქითაა და აპარ ხო ზამთარი და აპარ როგორი ტემპერატურა გელოდება დაახლოებით ხო გასაგები ქარიშხლებს 24-დან 27-მდე ნუ გასაგები რაღაცა 1-2 მოსაცმელის ჩადება შეიძლება ხო ალბათ რაღაცა ნუ ღამე ხო ჩაიცნო შეიძლება ჩამოვიდეს ჩემთვის არის idеალური ეგ ამინდი იმიტომ რომ დღისით მზეზე არის ხრუკები მაგრამ არც ქცივა და მაინც შორტით და რაღაცა მაისურით ხარ საღამოს ოდნავ მოიგდებ რაღაცას ანუ არ ოფლიანდები არ იღლები და idеალური სეზონია ერთადერთი არის რომ ხარ არის კარნავალი მაგრამ გასაგები კარნავალის დროს რო შევადაროთ ერთხელ მივდიოდით მაინც კარნავალზე სხვა დღეებში მაინც ისევ ქრისტეს კანდაკება ისევ შაქრის მთა ისევ რაღაცა Celeron stairs კიბეები და ასე შემდეგ იყო. ეხა ისე არ გამიგო რომ რაღაცა ჩემს რადგან მე ფეხბურთი მიყვარს თავს გახვევ, მაგრამ კიდევ ერთ ასე ვთქვათ ჟარგონზე ნავაროტკათ იქნება ფეხბურთი მაინც, იმიტომ ვინც გულშემატკივრებს იქ აუცილებლად იქნება ეგ გარემო ქვეყანაში.
ასე რომ როდის არის შემდეგ მნიშვნელოვანი მატჩი მითხარი და ხო და ნახე ერთი ითამაშა ხა ეს ხო წინასაც ჩაწერილი გვაქვს ერთი ითამაშა პარასკევი რო თენდება მაშინ თამაშობს მეორე ჯერ ჯგუფური ეტაპია მე ითამაშებს მესამე ჯგუფიდან ალბათ აუცილებლად გავა მე ასე რომ ივნისის განმავლობაში სულ ითამაშებს და მე უკვე ბრაზილიაზეა ერთ თამაშზე წავალთ for fun რაღაცა არა დასწრებით კი ვერ ვამბობ ანუ გარემო იქნება თქო ნებისმიერ ბარში პაბში იქ იქნება ხო რაღაც ბარში შეიძლება დავისწროთ რომ რაღაცა ეს ჟიულხივილი კი ასე რომ პროგრამა შეიტანე თუ არა და ეხლა თუ კი ჯგუფში იქნებიან დარწმუნებულები ეხლა რამდენიმე მაინც იქნება ფეხბურთის მოყვარული თვითონაც შემოგთავაზებენ ან ხო არის ხოლმე თავისუფალი საათებიც ხო აი როდესაც ტურისტულ რაღაცა დროს ამოწურა მე ხო თავისუფალი ჯგუფის კესტა ბალანსი როგორ წარმოგიდგენია 80% არის მდედრობითის კესტა მართლა ხო ხო მაგრამ ის განწყობა ახლა წარმოიდგინე ყვითელი და ფერადი რო იქნება ყველა კი ახლა მეც მომინდა რაღაც ეს მომენტი და ხო აი თვითონ ჩაგითხრებენ და მიჯერა ისეთი გარემო იქნება მიუხედავად იმისა რომ ბრაზილია არ არის მასპინძელი გარემო აუცილებლად იქნება კი რა თქმა უნდა ხო მაგარია ხო ესე კი არის ხო რაღაცა როგორც პროგრამას მოვიდა მე თავისუფალი საერთოდ მაინც ჯგუფურად დადიხართ ერთად თუ სოქს უჩემია ცალკე არ არის მთლად თავის აგულის მოვიმას რომ მაგალითად შეიძლება გქონდეს თავისუფალი დღე მაგრამ იმ თავისუფალ დროსაც ერთად ვატარებთ ერთად წამოვგორდებით პლაჟზე ერთად წავალთ ბარებში ანუ იმის განცდა არ არის ხოლმე რაღაც 6 საათზე მორჩა ყველა ტური და კაი დავიშალეთ და წავედი მე ჩემს საქმეზე ხა ანუ განცდა არის ისე რომ თითქოს რაღაცა ერთი დიდი სამეგობრო მოგწონს ხო რა გუნდი ერთად არ მეც მეგობარი ვარ ისინიც მეგობრები არიან და რაღაცა ერთად ვატარებთ რაღაცა კაი დროს აი რაღაცა ესეთი სამუშაო დამოკიდებულება არ გვაქვს არამედ. და ძალიან კაია ეს და ძალიან ჯანსაღი, იმიტომ რომ ვიხარ ტურში რომ რაღაცა ვალი კი არ მოიხადო და მუზეუმებში კი არ შემოირბინო ეს აკეთებით, არამედ რაღაცა თითქოს ერთი მთლიანობაა და უფრო კაია, იმიტომ რომ მეგობრები რაღაცაზე გიჭედავენ, მე ჩამეძინა შენც უნდა დამელოდო და აქ რა კი ახალი მეგობრებია, ნაკლები პასუხისმგებლობაა, ნაკლები ვალდებულებაა და უფრო მეტად ვუგებთ ერთმანეთს და უფრო მეტად ვატარებთ კიდევ უფრო რაღაც ის მრავალფეროვან დროს. ძალიან მაგარია ის ფორმა, რასაც აკეთებ, თავად რომ მიყვები და ერთად ხართ რა გუნდი ძალიან ზრდის ჩემი აზრით ნდობას და არა მარტო ჩემი აზრით დარწმუნებული. ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაღაცა ხდება დღეს ტურიზმში რომ ვიღაცა ადრე ვიღაცა რომ მეუბნებოდა რომ თანხასო ჩავლიცხავ რამდენად უსაფრთ ხო და ადრე ბრაზდებოდი როგორ მიბედ რაღაცა 500 ლარი გვანი 500 ლარი თქვა გავიქცევი სადღაც და მე ის რაღაცები გავიგერო ეხა კი აღარ მეკითხებიან და გამიბაზრდა რომ რაღაცა სანდო ვარ მაგრამ რომც მკითხონ უკვე აღარ მექნება რეაქცია იმიტომ რომ ისეთი ცნობადი და ისეთი დიდი ტურისტულებისგან ისეთი საოცარი რაღაცები გამიგია რომ რავი ძალიან დასაფასებელია ყოველთვის ნდობა. კი ბატონო ანუ ის არ არის რომ გამოგართვი ფული და გაგიშვი სადღაც მეც იქ ვარ ასე რომ თუ კი რაიმე არა გამოგართვი და არ გაგიშვი არის გამოგართვი და არ გაგიშვი გამოგართვი და გაგიშვი კიდე კაი ვარიანტია გაგიშვი კიდე კაია ხო ხო და ესე იგი აქ არის ესე იგი გამოგართვი გაგიშვი და თან მოდი კი არა გაგიშვი თან მეც მოვდივარ ასე რომ ხა ჩემი თავისთვის ხო არა ვიღავდა ჩემი თავისთვის უინტერესო ხარ მაგრამ მინიმუმი ან კიდე რამე სახიფათო რო იყოს მეც ხო არ ჩავიგდებდი თავს ეგეც ხო მაგაზე მეკითხებოდა უმირო დაიწყო სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ის ხალხი თანამგზავრების ნებისმიერი ვინც ერთად ავდივართ არის ძალიან რაღაცა ინტელექტუალურად კარგ მოწოდების სიმაღლეზე იმიტომ რომ სხვები რომ ირეკავდნენ კოლეგა ტურისტულები რომ ხალხს დაქენსელება უნდა ტურის რო ომია მეთქი სად მიდიხარ ჩინეთში და ომისად არის ირანში რატომ უნდა დაქენსელება თქო რა ვიცი ეგრე გონიათ და ჩემთან კითხვაც კი არ გაჩენია არავის ერთი რომ მკითხა რომ მივდივართ ხო კი მივდივართ всё მორჩა რაღაცა ინტელექტუალური მონაცემი ჩვენკენ ძალიან მაღალია და კაია იმიტომ რომ რა მინიმუმ ირანისად არის და ჩინეთისად არის მგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს და იციან როგორ ეგ ალბათ რა იწევს აი ლოგიკურად იწევს შეცდომაში შეყავს მე მგონი ჰაერი საერთოა და იქ ბომბებს ისვრიან და რა ვიცი მე საით ისვრიან ალბათ ამ ლოგიკით ირანს რესურსს ბომბა ეს ჩინეთზე ეს ოლან აი როგორი წრედა არტყას იცი აი ლოგიკაში არ ჯდება მე ახლა დიდი ვარ უფრო გურამ ჩვენ ბავშვობაში იყო ასეთი წაკამათების დროს გამოიყენებდნენ ხოლმე ვოზდუხ ოფში ჰაერი საერთოდ ჩემი და შენი ჰაერი ხო არა ჩემი და იმის იაპონიის ჰაერი საერთოდ შეიძლება გონიათ რომ ზემოთ რო აფრინდები იქ ნებისმიერი ბომბა გამოიარა ანუ ჩვენ ბავშვობის ჩემიც შემეცადე ახლა ახსნა თორე შეიძლება ხო და გუნდის დიდი ნაწილი ყოველთვის არის ქალი და სრულდება ხოლმე თავიდან და მე მივხვდი რომ რაღაც საქართველოს ქალები უფრო ზრუნავენ თავის თავზე ვიდრე კაცები სამწუხაროდ ჩვენთვის უფრო მეტად დადიან სალონებში უფრო მეტად დადიან ტრეინინგებს რო გავდივარ სადღაც თქვა მინდა რომ კვალიფიკაცია ავიმალო რაღაცა ხალხი ცოდნა შევიძენ 90% ქალია ქალებს აინტერესებს ცოდნის ამაღლება ქალებს აინტერესებს თავის მოვლა ქალებს აინტერესებს მოგზაურობა და რაღაცა სიამოვნება და კაცებო მოდი ჩვენც მოვიხოდოთ დროა იმიტომ რომ აშკარად უმცირესობაში ვარ დღევანდელ რეალობაში მართლა უმცირესობაში ვარ სადღაც 20% თუა კაცი
ტურში, თუ ტრეინინგზე, თუ ნებისმიერ ეგეთ ადგილას უკვე ბევრია. ანუ ძალიან ვაგებთ კაცებო და რაღაც ამოკვდა ამოქვეჩა. სტატისტიკა არის გამოსასწორებელი. იქაურ სალონებსაც სტუმრობენ ალბათ, ხო? ხდება ისეთ იქ ხარ არის მაგის რო გამოფრენჩულები მოდის ყველა და იქ რო დაკარგონ. შილაგზე 3 საათი არ ჩაიხანს აი აგვიზის გოგონა. ხო და არ ვიცი 3 საათი რო ის 5 დღიან ტურში იქნება ალბათ არა, ანუ გალამაზებული გამოფრენჩულები მივდივართ ყველა და მე რო ჩამოვალთ ისევ შევარდებით აქ ბარბერებში. ჩემი ოცნებაა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ისე რომ აი ასაკში უკვე პენსიონურ ასაკში ყველა შეეძლოს უკვე მოგზაურობა დაუთმოს დრო საკუთარ ცხოვრებას ხალხო მთლად პენსიას არა მე რასვამ ვიცი როგორც ევროპაშია რა რო აქვს საშუალება იმას ვამბობ უკვე აღარ მუშაობენ და აქვს ბევრი დრო იმოგზაურონ და ამის საშუალება რა ქონდეთ ეს არის ჩემი ერთი რაც მწყინს და რასაც ვადარებ და ძალიან მკვეთრად გრძნობ არის რომ ეს საქართველოში მაგალითად სამე კაფეში რო გავალ რესტორანში ან ასე შემდეგ და ძალიან ხშირად მიწევს იმიტომ რომ სულ გარეთ ვასუ დავბიო რაღაცებზე და ერთი ჭამა მაინც გარეთ მაქვს არასდროს არ შემინიშნავს ხოლმე იშვიათად შემინიშნავ ქართულ წყვილებს ან ქართულ მეგობრებს აი 70-80 წლის ადამიანები რომ კაფეში ყავას წრუპავენ და რაღაცა ერთობიან და იცინიან და ასე შემდეგ თითქოს ყველა მუშაობს თითქოს ყველა რაღაც ოჯახის პრობლემებზეა გადართული და ევროპაში რო წახვალ ან ზოგ აზიის განვითარებულ ქვეყანაში და ასე შემდეგ აი ნახავ რომ აი 80 წლის ადამიანები სხედან კაფეში სეინობენ ქუჩაში გამოპრანჩულები თითელი პომადი და მაგოცნებაზე გელაპარაკებოდი ზუსტად და ძალიან მინდა მართლა ხა დედა ჩემი კი უკვე ესე მყავს და წერიტა ჯორჯონ მოგზაურობთ და დავდივართ ერთად და მართლა ხა ჩემი შორს არის დიდი ასაკიდან მაგრამ პენსიის ასაკში არის ფაქტია ხო და მინდა რომ აი ყველა ადამიანი და მგონია რომ ეს შვილების დამსახურებაც არის ეხა თავისთავად გამოვარდება ვთქვათ უცებ როცა არ არის გარემო შეჩვეული ამისთვის ეხა უცებ ბებია ვერ გადაწყვეტს რომ მოდი მე წავედი სამოგზაუროთან თავიდან მგონია რომ უფრო ახალგაზრდა კონტინგენტმა ერთხელ წავიყვანოთ ერთხელ ვაჩვენოთ ერთხელ რაღაცნაირად მე საბჭოთა კავშირში მესმის რომ ყოველს რთული ახალგაზრდობა ქონა გამოვლილი და შეიძლება დროც არ იყო და ხალისიც ამის ხო და მგონია რომ შვილებმა რაღაც დიდი ხო შეზღუდული იყო ყველა ქვეყანაში ესე შენს გემოზე ვერ წახვიდ მგონია რომ შვილების თაობა უნდა შევუწყოთ ხელი იმას რომ იმ მშობლების და ბებია ბაბუის თაობა რაღაცნაირად თავის სიამოვნებაზე და ბედნიერებაზე და კომფორტზე მეტი დრო და რესურსი დახარჯონ. ბატონო. კარგი, რამეს ხო არ გვეტყვი კიდე რაც უნდა გავითვალისწინოთ თქვათ იქ რამ ჩვენს მაყურებელს ახლა ძალიან კარგი რჩევები გამოგვივიდა და ამასაც ემსახურება ეს გადაცემა მართლა ბევრი რამ გაგვიზიარე ამ მოკლე დროში მადლობა ამისთვის ხო არ გვინდა რა იმის დამატება კიდე ჩემს დონეზე შემიძლია ითქვა რომ აი ფულის ლოდინი არ არის აუცილებელი ბევრს ვთქვას რომ საդ მაგ ტაილანდის ფული 3000 ლარი ღირს ნუ შეიძლება ევროპა 2000 ლარი ღირს მაგრამ მეორე 2000 და მეც უკვე იქ ხარჯავ ყოველდღიურობაში და ამას ვერ ითვალისწინებენ და ტაილანდში შეიძლება 3000 ღირს მაგრამ 4 ჯერ უფრო იაფია ჯამში გიჯდება იმაზე ნაკლები მე რა რომ ტურის საწყისი ღირებულება იყო ცოტა დიდი ხო აი ხარჯები ახსენი და რაღაც დაგეგმა ტურიზმზე რაღაც სტერეოტიპულად თითქოს გონიათ რომ აი რაღაცა ტურისტულის შემოთავაზებული უფრო ძვირიჯდება ვიდრე რაღაცა თავად დაგეგმილი და მე მგონი თლად ასეც არ არის ხო იცი რა არის მაგაში ლოგიკა ეხლა შენ თუ რეკავ ტურისტულში და მეუბნები რომ ბილეთი მიყიდე მაგალითად თბილისი პარიზი ის ტურისტული ბუნებრივია თავის საკომისიოთი უფრო ძვირად გიყიდის მაგრამ იქნება უფრო სანდოენ კუთხით რომ თუ დაკენსელდება ფრენა რაღაცა თუ მოხდება ის არის პასუხისმგებელი მაგრამ ბუნებრივია შენ რო საიძე შეხვიდე უფრო იაფად იყიდი უფრო იაფი შეიძლება დაждდეს უბრალოდ ჯგუფური ტური იმიტომ რომ მე რო ვთქვათ 130 ადამიანის ბილეთს ერთიანად ხოვები კომპანიას ბუნებრივია მე გაცილებით იაფასში მაძლევენ ჩემი მოგებიანად მაინც მინიმუმ იმდენივეა რასაც შენ იყიდი ერთსალ ბილეთს გარდა ამისა შეიძლება ტური ოდნავ ძვირი ან იაფი უფრო დაждდეს მაგრამ შიგნით როცა ჩადიხარ ახლა სად რო 1 და 2 კაცი ტურს აიღებთ რაღაცა სად 30 კაცი რო ერთი იახტას ვიქირავებთ სად ერთი კაცი რო რაღაცა კონკრეტულ ექსკურსიაზე დაჯავშნის ადგილებზე სად ყველა ერთად რო ერთ ავტობუსს დავიქირავ და წავალთ ანუ ჯამში მაინც ბევრად იაფი ჯდება და პლუს ანუ გაცილებით დიდი კომფორტია როცა შორგზებზე მედიხარ და ვიღაცა შენს ნაცვლად იღებს პასუხისმგებლობას ვიღაცა ყოველთვის იქ არის და რაღაცა მოგინა და პირდაპირ დაურეკე და რაღაც არც ერთ ჩავ იმიტომ რომ მოგზაურობის მოღამი არის რომ შენ დაისვენო და ხო აი ზუსტად აი ამ შემთხვევაში მართლა დასვენება გამოგდის და ვიღაცა გეგმავს იცი რომ რესტორანში წამო იცი ღამეს ადიგულაო იცი რაღაცა ტაქსი რო გეუბნება ფას რომელია სწორი რომელი
ინტერნეტი ჩართო ვიღაცა თავის ხელით გირთავს გაცილებით ბევრი კომფორტია მე რომ მივდივარ დასასვენებლად მარტო და დასვენება მინდა ყოველთვის მერჩევნია სხვამ დამიგეგმოს და უფრო ესე იყოს კარგად მაგრამ საცალო ტური ერთი ცალი თქვათ მარტო შენ მე გაგიშვებ სადღაც და მარტო შენი დაგეგმავ თუ არა რა თქმა უნდა შენ თვითონ უფრო იაფად დაგეგმავ ეს არ უნდა აერიოს ხალხს ანუ თავისი დაგეგმილი უფრო იაფია თუ მიდიხარ მარტო და ასევე თუ ტურისტულიც გიგეგმავს მარტო მაგრამ თუ 20 კაციან ჯგუფურ ტურში მიდიხარ გაცილებით პირობები ბევრად უკეთესია მინიმუმის რო 500 ლარა ჯავშნი და 6 თვის განმავლობაში რაღაც 700 ლარობით ან 500 ლარობით იხდი. კი ბატონო, აი პასუხისმგებლობის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრად კომფორტული არის, როცა არსებობს ასეთი ადამიანი და თქვა იქ შენ რაღაც ყოველი წინააღმდეგობის დროს იქ კი არ არკვევ ვიღაცას შემოტრიალდები და გურამ რა ხდება ვერ გავიგე, შენ გეკითხები და გურამს დალაგებულია ყველაფერი და ეს რა ხდება ვერ გავიგეთი, არავინ არ მეკითხება. რა ცივილიზებული ხალხი ვართ ყველა და რაღაცა მოხდეს, აი ხანდახან აგრეთვე პირსახუთს დავიწყარ ისეფშენს რო დაედო 1:11. ხო და სად არის ჩემი პირსახუთი კივილით არავინ არ მორბის, ანუ მოიწერებიან ჩატში რომ რაღაცა სამის ნაცვლად ორი პირსახუთია და ეგრევე გვარდება, ანუ ძალიან მართლა მგონია რომ ძალიან განვივითარდით როგორც ერი, როგორც მოგზაური და ძალიან ჯანსაღი და არატოქსიკური გარემო. ისეთიც ყოფილა ალბათ ხო რაღაცა მნიშვნელოვან დეტალზე უკვე ადამიანი ასე ვთქვათ კარგი გაგებით ხუჭავს ახლა რომ აღარ აზვიადებს ესეთი თვალისასახუჭი არც არის მაგრამ თუ არის რაღაცა მეც ახლა მაგალითად რესტორანში დამიგვიანეს შეკვეთა ხანდახან ან შეიძლება შევუკვეთა ხინკალი და მომიტანეს ხაჭაპური კივილს კი არ ვიცოდი რა ვერ გაიგეთ რა არაფერი ანუ მე ეს ფონე შეკვეთილი შეიძლება შემიცვალეთ ან ადამიანები ვარ და თან სერვისში მდენ მიმუშავია დამწყე პოზიციებზე ორ ლარად ამ ფერზე მდგომს დიდი ხნით, რომ ყველა სერვისში მომუშავე ადამიანის ისე კარგად მესმის, რომ გვერდით მაგიდაზე რომ ვიღაცა უხეშად ექცევა, ეს გადაუჯდები და ლამის თავი არ ახუნებინო იმ აგრესიულ მომხმარებელს. იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანის შრომა არის დასაფასებელი, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს რაღაცა პატარა ჩეპე და არ არის პრობლემა. მოგვარებადია ყველაფერი. ეხა იცი რა მითხარი, ეხა ლამაზი შენობა ბუნება ყველგან არის. მაინც თავარი არის ადამიანი, ხო? ამაში ხომ მეთანხმებ, სადაც მიდიხარ და შენი საყვარელი ქვეყნები რო ახსენე, თქვათ, აი ტანზანია და სხვები, აი ადამიანებთან შეხება როგორია და აი სასიამოვნოდ გაოცებული ხო აი ანუ კარგი ქვეყანას და ჩემ ფავორიტ ქვეყანად ვერასოდეს ვერ დავასახელებ ესეთ ქვეყანას სადაც ადამიანები არ მესაყვალებიან ტანზანიაზე გიჟდები უსაყვალესებიან love stories კი მქონდა ერთხელ ისეთი სამკვირიანი სასიყვარულო ისტორია რომელიც მე ონლაინ გაგრძელდა ეს ხო პანდემიის დროს და რაღაცა მთელი ნახევარი ჩემი გამომწერების მხარს მიჭერდნენ და რაღაცა ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები კურიოზების ბევრი ყოფილა პირველად ჩავით ტანზანია გამაგიჟა ერთადერთმა ფაქტმა, ანუ პოლე ნიშნავს ნელა მშვიდად. ანუ მათი ცხოვრების დევიზია პოლე, ანუ არასდროს არ უნდა აჩქარდე, არ უნდა დაისტრესო და შესაბამისად რესტორანში. ჩემი ქვეყანა ყოფილა, ჩემი ქვეყანა. უფრო მეტ, უფრო რთულად. რესტორანში რომ მიდიხარ, შეკვეთას რომ აძლევ, შეიძლება 3 საათში მოგიტანონ. ეს შემთხვევით რატო დააგვიან და პოლე. ცხოვრება მშვენიერია. კარგია. ამის გათვალისწინებით ახლა ჩავდივართ ხოლმე დილით რომ ვიღვიძებ, მაშინ ვუკვეთავ, 2 საათზე ამას ვაპირებ და 2-ზე რომ მივალთ, მაინც 1 საათში მოვთ, მაგრამ მინიმუმ 3-4 საათი რო არ ველით, უკვე ძალიან პლუსია. ნუ რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ რესტორნებზე მაქვს საუბარი, ხანდახან ეგეთშიც რომ უნდა ჭამა იზაბეგალოკის სტილში, თორე ხა მაღალი კლასის რესტორნები ბუნებრივია, იქაც გამართულია. კიდე ბევრი კურიოზი გვაქვს ხოლმე ტაილანდში, იმიტომ რომ ტაილანდში მეც ლამაზი გოგოა რეალურად არის ლედი ბოი. ლედი ბოის თავისივე გამოგონებული სახელია, იმიტომ რომ თუ თვითონ თქვენ რომ მე ქალი ვარ, მაშინ ქალს დაუძახებ, არ მაქვს პრობლემა, ვის როგორც მოსწონს, მაგრამ თვითონ მე ეძახიან თავს ლედი ბოის, ან წელზემოთ არის ლედი, სრულყოფილი, სრულფასოვანი ქალი, წელზემოთ არის ბიჭი. ხო და რამდენჯერმე ჩამომყავს ხოლმე მგზავრები, ყველაფერს იქაურ კულტურას, ყველა რაკურსით ვაცნობ, თავისთავად რაღაცა ცუდი სიტყვებიც კი უნდა იცოდე, სადღაც ჩადიხარ. და ერთხელ იყო ერთი შემთხვევა, ხანდახან არ ისმენს ყველა რა თავის ტელეფონში ჩართული და ეხლა დავასახელებ ვინაობებს და რომ მოტურში იყო, ანუ წავიდნენ მასაჟზე ორი ბიჭი, ისეთი ქართველი ვაჟკაცი. ხო და მე საღამოს ყვებია რომ ეს მასაჟისტმა მე რაღაცა გადავიდა სხვადასხვა ამბებშიო და ისი კადრა და ისეთი მაგარი გოგოები იყვნენ მე წმნებული ხარ იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და სექსუალურია ტაილანდში ის გოგოდ დაბადებული არ არის ასე ხო და არაო კაცო რა სისულელეაო ხა მაგას სვიზავარ გავიგებდიო და ჩავიარე სამასაჟისტთან მანახეთ აბა თქვენი გოგოები როგორები იყვნენ თქო და ორივე იყო ლედი ბოი რა გაიგე
საქართველოს ვაჟკაცებმა რომ გუშინ ღამე დასრულდა მათი უთხარი რა მექნა რომ დაიცოდეს ყველა. ნუ მე შეეგუნენ, მაგრამ ნებისმიერ დროს ანუ ეგეთ ჩეპები შეიძლება დაგემართოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ესეთი აი ტაილანდის დამახასიათებელი კულტურაა მაგალითად ეს, იმიტომ რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე Lady Boy show-ც არის, სადაც მიდიხარ და ულამაზესი კოსტუმირებული შოუა, სადაც ყველა გოგო არის Lady Boy. და ძალიან ისეთია რა, ანუ ეგზოტიკური საყურებლად. ასევე გვაქვს ესეთი საინტერესო რაღაცები, მაგალითად ბრაზილიაში, ვინმე თუ მიდის სადმე პაემანზე და ასე შემდეგ, ისე კაი დედამთილივით, მამამთილივით და ჩავიწერო ვისთან მიდის, რაღაცა პასპორტი გამოაგზავნინოს, იმიტომ რომ ერთხელ იყო შემთხვევა 5 წლის წინ ჩემთან არა ვიღაცას ქონდა, რომ ესე პაემანზე გაცნობულმა ვიღაცამ ძალიან გაქურდა და მოკლედ რაღაცები ჩაატარა და მაგითო თავს ვიზღვე, იმიტომ რომ ხა 25 კაცი რომ იმყავს, 25 კაცი ჩამოყვან ჩამთელი სახსალამათი, თან ბედნიერი, თან კაი ფოტოები და თან კაი მოგონებების და ხა რამე ჩეპე დაგვემართო სადმე, რა თქმა უნდა, არ მინდა. ამიტომ უსაფრთხოების ნორმები და ასე შემდეგ რაღაცა მთელი ტრეინინგ სისტემაც კი გვაქვს ხანდახან როგორ მოვირგოთ და როგორ გამოვიყენოთ სწორად კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობა. მაგარი. ხო, ერაყი იყო კიდე ჩემი ფავორიტი. მართლა. და პირველად დავჩეკინდი რაღაცა შვიდად განისვენე და რა გამომზადეს პირდაპირ იმედები. ეგეც ალბათ სტერეოტიპული შეხედულებების გამო ხო რაღაცა. იყო მე 2003 წელს მოკვდა მგონი მაგათი პრეზიდენტი, რომელიც იყო კონფლიქტში და რაღაც ქვეყნებს შორის იყო რაღაც დაძაბულობები და შესაბამისად ეხა არის როგორი უსაფრთხო იცი, აი პირველ დღეს ჩავედი ფული არ მქონდა დახურდავებული და ვიღაც ბიჭებს ვთქვი მარკეტი სად არის, ბარათი რო გადავხადო, ფული არ მაქვს ხო რა, დოლარები მაქვს. რას ქვია მარკეტში გადაიხადო, ჩამკიდეს ხელი, ოღონდ ეს კაცებს შორის ხელის ჩაკიდება და ზმაკაცობა ძალიან პოპულარულია რა. ან ქუჩაზე რო გადაყავ, ეს ხელი მომკიდეს ხელში, გადამიყვანეს, შემიყვანეს მაღაზიაში, მიყიდეს წყალი, ოღონდ ისეთი ტიპები იყვნენ, ჩვეულებრივი, ანუ დიდრები და რაღაც არა. და ძალიან ვაპროტესტებდი, მეთქი დოლარში მოგცემთ რაღაცა, არა პატივი მცეს. მე ჩავედი აეროპორტში, რაღაცა თმაგაშილი დეკოლტიანი გოგოები ყოველს წამოდგნენ ესეთ დაფარული ჰიჯაბიანი ხალხი. ანუ სტერეოტიპებია ბევრი რა. აი, ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა და ისტორიის მამაა ჩათვალე, ანუ ეს ტიგროსი და ევფრატი მდინარეები და ხამურაბისგან დაკრებული და ბაბილონის სემირამიდას ბაღები და რა, ყველაფერი არის, მოკლედ რაც კი ისტორიიდან გაგვიგია, იმის უდიდესი ნაწილი არის ერაყის ტერიტორიაზე და ძალიან საინტერესო ქვეყანა. ძალიან საინტერესოა კი ბატონო და კიდე წავალ ტურს გავაკეთებ, ხალხს დავარწმუნებ, რომ არ არის საშიში. სხვადასხვა ფეხბურთიცად ისე უბრუნდები, მაგრამ შვენიერი გუნდი ყავთ და ფეხბურთიც ისწავლე ხო? მაგრამ ერაყის გუნდი არ გამიგია ფეხბურთში. ბრაზილია ხა გამიგია და არგენტინა, მაგრამ ერაყი ნუ აქ ზონაში ისწავლე ძალიან და გამithαν. ხო და თვითონ ალბათ სტერეოტიპის დარღვევის ფაქტიც ერთი სიამოვნება რა, სულ რაღაც სხვა ცუდი შეხედულებები ქონდა და აღმოჩნდები რაღაცა სასიამოვნოდ გაკვირვებული და ეგეც საინტერესოა პრაღა-ვენა ბუდაპეშტში მე რამდენად წავიდე და იგივე პრაღაში და ვენაში რაღაცა იგივე ცივილიზაციას ხედავ, რაც უკვე ჩვენც ევროპა ვართ ხო, ან კაი რესტორანი აქაც არის, კაი გზა აქაც არის, კაი რაღაცა საჭმო სასმელი აქაც არის და მინდა რაღაც ისეთი წავიდე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩემგან, სრულად შევიცვალო გარემო და უფრო მეტად შევიგრძნო კარგად. ამიტომ ერაყი, პაკისტანი ძალიან მომეწონა და ძალიან საინტერესოა. ჩვენი ქვეყანაც მასეთია. სწორედ განსხვავებულობის გამო ჩამოდიან, ხო? ხო, რაღაც ახალი პოპულარული ძალიან კი. მაგრამ ჩემთვის იმდენად უკვე ესეთი გასისინებული და ევროპულია, რომ ცოტა უფრო ესეთი აზიურ ტროპიკული რაღაცები უფრო მომწონს, რომ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ვიგრძნო თავი. თორე თვითონ ევროპისგან, ვესტერნ ევროპისგან ძალიან ესეთია, ეგზოტიკური და განსხვავებული ჩვენიც. რო არ უნდა ელოდო ფულს და არ უნდა ელოდო რაღაცა გამდიდრებას. მე თვითონ შიდა განვადება, ხო? და ძალიან ჯგუფურ ტურებზე კი შიდა გადანაწილება თანხის, მაგრამ არ უნდა ელოდო ფულის შოვნას, იმიტომ რომ აგერ ვიზიარზე იყიდი 200 ლარად ბილეთს, ჰოსტელში დაისვენებ, არის რაღაც საიტები, სადაც უფასოდ მასპინძლებენ ადამიანები, მაგალითად ჩადიხარ ის მასპინძლობს, მაგრამ ის ჩამოვა შენ მასპინძლობ, ანუ couchsurfing-ი ხო, გამომიყენებია სტუდენტების, რომ ძალიან აქტიურად და ძალიან ბედნიერი და ძალიან კარგი მეგობრები შემიძენია. შესაბამისად, არც ეკონომია არ ეხავს თუ ამით რაღაცა ბედნიერება და სიამოვნებას მეიღებ, უნდა წახვიდე რამდენიც გინდა და როგორც გინდა, როცა ბერფულში შოვი, მე ლაქშერი ტურში წახვალ, მანამდე ეკონომ ტურში წახვალ, თავი წახვიდე, შეიმეცნო, იგრძნო და ეს თავგადასავალი არის ძალიან სასიამოვნო. ამიტომ ადრე თუ იყო რომ აი რამე მოგზაურება, სადმა გამის დრო და ფული, დრო ყოველთვის არის და ფული ძალიან ბევრი არ ჭირდება თუ რაღაცა პატარა ლოკაციებს ავირჩევთ, ასე რომ არ გადადოთ. კი ბატონო, ახალი ადგილების აღმოჩენა ყოველთვის კარგია.
სამყარო ბევრად დიდია, ასე რომ მაქსიმალურად უნდა მოასწრო ბევრი ამის და ყველაფერი გამოსვლადიან თუ მოინდომებს და თუ რაღაცა ძალიან კარგად დაგეგმავე ხა ერთი ცდი და ორი ცდით რო გამოდიოდეს ყველაფერი მაშინ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით მაგრამ ხა ბევრი შრომა და ბევრი მონდომება უნდა მაგრამ ბოლოს შედეგი მაინც აქვს ნებისმიერ შრომას მით უმეტეს არის კომპანიები რომლებიც გიწყობენ ხელს როგორც ამ შემთხვევაში თქვათ ეგეც რა თქმა უნდა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბარი იყო ეხლა მეც აღარ მოგასწენი ვიდეო რომ მე მგონი უნდა ჩალაგდე უკვე თითქმის არა მე ფრენამდე 2 საათით ადრე ვლაგდები რაც მოხდება ხაში ჩავყრი და ეგ არის მარტივია ჩემთვის მარტივია ძალიან დიდი მადლობა მოკლედ წარმატებები ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში მადლობა რომ დაგვითმენდრო და შენ წარმატებები ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დღეისათვის სულ ეს იყო კიდევ ერთხელ გთხოვთ თუ კი ჯერ დაგემართათ ისე რომ არ გამოგვიწერეთ ეხლა გეძლებათ ამის შანსი კიდევ ერთხელ ამონათდება აქ ჩვენი გვერდი ისე ვართ მოკლედ გამოგვიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ერთი კვირის შემდეგ ისევ შევხვდებით ერთმანეთს